მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენზე ამბობენ რომ ღარიბი მოძრაობა არისო, მართალია. და შეიძლება ბევრი რესურსი არ აგვაქვს და ბევრი ეკრანი არ წიმწიმებს ჩვენს უკან, მაგრამ ჩვენ მდიდარი ვართ ინტელექტუალურად და ეხლა რა პროგრამულ ხედვებსაც წარმოგიდგენთ არის სწორედ აი ამ დიდი ინტელექტუალური შრომის შედეგი, თან კოლექტიური შრომის შედეგი. შრომის პოლიტიკის ქვეჯგუფს ჩვენს მოძრაობაში მარია კობიძე ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფში ჩართულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც პროფკავშირული მოძრაობის აქტიური წევრები არიან და ამავდროულად ჩვენი მოძრაობის წევრებიც არიან და რაც მთავარია, ჩვენი პროგრამები ასე ვთქვათ, შეზღუდულად ერთ კალაპოტში არ შემუშავდება ხოლმე, სხვა დინებებიც ხო არსებობს მოძრაობაში, თქვათ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. და ის სანამ შრომის პროგრამის ძირითად დებულებებზე შევთანხმდებოდით, ცხადია, ეს შრომის პროგრამა გაშუქდა ასევე სხვა პროგრამების, სხვა ხედვების თვალსაზრისითაც. ასე რომ შეგვიძლია აი ეს ვიამაყოთ იმით, რომ ამგვარი ინტელექტუალური რესურსი და ამგვარი სიმძლავრე გვაქვს ჩვენ. და დიდი მადლობა ყველა ადამიანს ჩვენს მოძრაობაში, ვინც საპროგრამო ჯგუფებში აქტიურად მუშაობდა, ზოგი მაღალი რანგის პროფესიონალია, ზოგს ძალიან მაღალი რანგის ინტერესი აქვს ზოგიერთი საკითხის მიმართ და ამ სინერგიით, ამ ყველა ძალის გაერთიანებით მე მგონია რომ 26 მაისს შევძლებთ ძირითადი თეზისების უკვე სრულად წარმოდგენას თქვენთვის. ეხლა გადავიდეთ შრომას, მეგობრებო. გონი ახალს არაფერს არ ვიტყვი, უმძიმესი მდგომარეობა შრომის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფაზაშია ჩვენი ისტორიული განვითარება, რომ ცხოვრობთ ძალიან მძიმე ექსპლუატაციის პირობებში, ჩაგვრის პირობებში, გაუცხოების პირობებში და რა არის ამისი ნიშანი? ხომ? მაგალითად, შრომის ძირითადი ნაწილი, ჩვენი შრომის ძირითადი ნაწილი აუნაზღაურებელი რჩება და მას დომინანტი ჯგუფები ითვისებენ. ჩვენ ხელფასად ვიღებთ მხოლოდ იმდენს, რამდენიც გვჭირდება პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საკვებისთვის, სამოსისთვის, უარგისი და დროებითი თავშესაფრისთვის და ასე შემდეგ. ვიღებთ იმდენს ანაზღაურებად, რამდენიც საჭიროა, რომ მეორე დღეს უკან სამუშაო ადგილზე დავბრუნდეთ. ეს აშკარა და გამოკვეთილი ექსპლუატაცია. ცხოვრობთ შრომის გაუცხოების ეპოქაში, მეგობრებო. ადამიანი გაუცხოებული არის თავისი შრომის შედეგად შექმნილი საქონლისგან, ხომ? სიმდიდრე, რომელსაც ადამიანები ქმნიან, უკან უბრუნდებათ ჩაგვრის ინსტრუმენტად შრომელებს. ჩვენს ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ჩვენი ენერგია, ნიჭი, დრო გარდაიქმნება კაპიტალად, რომელიც ბოლოს ჩვენვე გვიღებს ხოლმე ბოლოს და გვმართავს, გვზღუდავს, გვიმორჩილებს. გაუცხოებულები არიან ადამიანები ჩვენს ეპოქაში ასევე შრომის პროცესისგან. ადამიანები თავს აღიქვამენ ჭანჭიკად, კონკრეტულ საწარმოში ან დაწესებულებაში მუშაობის დროს. შრომა არ არის შემოქმედებითი აქტი, შრომა ჰგავს, ასე ვთქვათ, მოვალეობის მოხდის მიზნით და პირველადი საჭიროების მიზნით გაწეულ საქმეს და რაც მთავარია, ჩვენს ეპოქაში არსებული შრომა ადამიანს არ ეხმარება თვით გამოხატვაში, მას არ მოაქვს თავისუფლება, სიხარული, საკუთარი თავის დაფასების შეგრძნება ადამიანებისთვის. და რაც მთავარია, შრომელები დღეს ჩვენს ეპოქაში ერთმანეთისგან არიან გაუცხოებულნი. სხვისი სიჭირი, ღობეს ჭხირი ეს ანდაზა მუშაობს მთელი თავისი სიმძლავრით ჩვენს სივრცეში და ადამიანები აი ამ სისტემამ უმძიმეს კონკურენციაში ჩართო ერთმანეთისათვის, ადამიანი ადამიანისთვის მგლად იქცა და ეს საშინელი კონკურენცია და საშინელი დაპირისპირება შრომელებს შორის, რომელიც გაღვივებულია ზემოდან, ადამიანებს ხელს უშლის უფრო მეტად ორგანიზებაში. და კიდევ ერთი ექსპლუატაციისა და გაუცხოების გარდა თანამედროვე შრომელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის თავისუფალი დროის კოლონიზაცია. ესე იგი, ადამიანის თავისუფალი დროც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, თანამედროვე ამ შრომის ორგანიზების თვალსაზრისით, მთლიანად დაპყრობილია დასაქმებულების მიერ
და დასაქმებულთა მიერ და ადამიანი დასვენების დროსაც კი ვერ გზნობს თავს, ასე ვთქვათ, თავისუფლად და დასვენება მეგობრებო და თავისუფალი დრო ჩვენს ეპოქაში იქცა საშუალებად, რომ ადამიანმა მოიკრიბოს ენერგია და ისევ იგივე უსკრულში, ისევ იგივე მანქანაში, ისევ იგივე აი ამ ურჩხულ სისტემაში ჩაერთოს და იქ დაიწყოს მუშაობა. ჩვენ შრომას ასე არ უყურებთ, ჩვენთვის შრომა სხვა რამეს ნიშნავს. შრომა და მისი აღქმა, სოციალ-დემოკრატიული აღქმა ესეთია, ჩვენ შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თვითრეალიზება, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, საკუთარი თავის გამოხატვა. შრომა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ადამიანები საერთო საქმეში მონაწილეობდნენ, ეგოცენტრულობა დაძლიონ, თელის ნაწილის შეგრძნება ჰქონდეთ. ჩვენ არ ვართ თვითკმარი ინდივიდები და ერთად შრომა გვიწევს იმისთვის, რომ საერთო საქმე გავაკეთოთ. შრომის დანიშნულება არის ასევე ისიც, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსები და პირობები შეუქმნათ. საქონელი და მომსახურეობა, სიმდიდრე, დოვლათი, რომელიც თანაბრად გადანაწილდება ყველა ადამიანს შორის და ისე განაწილდება, რომ ადამიანის ღირსება დაცული იყოს. და რაც მთავარია, ჩვენ არა მხოლოდ შრომა გვჭირდება, არამედ გვჭირდება ნამდვილი თავისუფალი დრო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ხელოვნებისთვის, ფიქრისთვის, პოლიტიკური მონაწილეობისთვის და არა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მარტო ძალის აღდგენის მიზნით, რომ მე ისევ იგივე მოჯადოებულ წრეში ჩაერთო. ეს ზოგადი ხედვაა, მეგობრებო, მაგრამ ეს ზოგადი ხედვა ითარგმნება კონკრეტულ წინადადებებად. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ხარს უჭერს იმას, რომ ერთხელ და საბუდამოდ ამ ქვეყანაში სახელმწიფომ უმუშევრობაზე ზრუნვა დაიწყოს და შექმნას სისტემა, რომელიც გასცემს პირველ ეტაპზე უმუშეობის შემწეობას, შემდეგ კი შემოიღებს უმუშევრობის დაზღვევის მოდელს, რათა ადამიანი, რომელიც დარჩება სამსახურის გარეშე, არ იყოს ბედის ანაბარა მიტოვებული, სიღარიბისთვის განწირული და შიმშილისთვის გაცინული. ჩვენ აქტიურად ხაზგასმით იქნება ეს საარჩევნო კამპანია, თუ რა ტიპის ბრძოლაშიც არ უნდა ვიყოთ ჩართული, მხარს დაუჭერთ ამ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას. მინიმალური ხელფასის გარეშე შეუძლებელია იმ ტვირთის აწევა, იმ სოციალური ტვირთის აწევა, რომელიც მთლიანად სახელმწიფოზე მოდის. მინიმალური ხელფასი არის საშუალება, რომ ტვირთის ნაწილი, სოციალური ტვირთის ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აი ამ ექსპლუატაციის და ჩაგვრის ხარჯზე მდიდრდებიან, ხომ? და ჩვენ საერთაშორისო სტანდარტს უჭერთ ხარს, სამომხმარებლო კალათის რეალური ფასებით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი და საორიენტაციო ნიშნულად შეიძლება აღებული იყოს საშუალო ხელფასის 50% ან მედიანური ხელფასის 60%. მეგობრებო, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ აკონტროლებს ზეგანაკვეთურ შრომას. არავინ არ ითვლის სერიოზულად და თანმიმდევრულად ამ ზეგანაკვეთურ შრომას. არავინ არ იხდის ზეგანაკვეთურ შრომაში იმდენს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ მხარს უჭერთ ზეგანაკვეთური შრომის კაცრ კონტროლს, კაც აღრიცხვას, მისთვის შესაბამისი ანაზღაურების გაცემას და ალტერნატიული ანაზღაურების საშუალებების მიცემას მოქალაქეებისთვის. მეგობრებო, თქვენ იცით, რამდენად მძიმეა მდგომარეობა დედობის, მამობის, მეურვეობის შვებულებასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული დეკრეტული შვებულებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის დიდი განსხვავებაა. კერძო სექტორში ფაქტობრივად შეუძლებელია ღირსეულად დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. დეკრეტული შვებულებაში არ უშვებენ მამაკაცებს და მთელი ზრუნვის შრომა ორივე მშობელზე არ ნაწილდება. მოკლედ, ქალები იჩარგრებია და განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებული ქალები და საერთოდ ესეთი ანაზღაურება, ესეთი მხარდაჭერა ხელს უწყობს იმათ, რომ ადამიანებმა არ დაიწყონ ერთად ცხოვრება და არ ყავდეთ შვილები და იყვნენ მხოლოდ აი ამ მანქანაში, ამ კაპიტალისტურ მანქანაში ჩართული და მას ემსახურონ და არა საკუთარ ბედნიერებას. ჩვენ მოვითხოვთ, როცა ხმა ჩვენი უფრო ხმამაღლა გაისმება ამ საზოგადოებაში, რომ უკეთესად დარეგულირდეს
თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპით მიხედვით დარეგულირდეს დედობის და მამობის ჩვეულება ჩვენს ქვეყანაში. მეგობრებო, დღეს ჩვენ გაბარებთ თქვენ შუალედურ გამოცდას. საბოლოო გამოცდა ბევრი გვექნება ჩვენ, მაგრამ ერთ-ერთი გვექნება 26 მაისს. მე აქ აღარ დავწვრილმანდები დისკრიმინაციის საკითხებზე, გარიყულობის ჯგუფის საკითხებზე, ქალთა საკითხებზე. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ მოძრაობაში პროგრამულ კომისიაში ცალკე არსებობს ჯგუფები, რომლებიც ფემინისტურ სამართლიანობაზე მუშაობენ, გარიყულ ჯგუფებზე მუშაობენ და 26 მაისს მე დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად ცალკე სპეციალური პროგრამები იქნება ამ მიმართულებით წარდგენილი. ამიტომ გადავალ პროფკავშირების საკითხზე. იცით ჩვენი პროფკავშირები როგორია დღეს აქ ბევრ ნამდვილ პროფკავშირელს ხედავ ჩვენ სივრცეში, ესა საშინელება, უბედურება, სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებული დაწესებულება, ესენი არიან შტრეიკბრეხერები, ესენი არიან თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური ჯგუფი ხელისუფლების სასარგებლოდ და ნებისმიერ მომენტში არჩევნები ის იქნება, ეს არაარჩევნები იქნება, ქუჩაში პროტესტი იქნება, ტელეკომპანია იმედს დაჭირდება სახელისუფლებო პროპაგანდაში ჩართვა თუ ასე შემდეგ, ეს პროფკავშირები თავისი მარადმწვანე უკვდავი ხელმძღვანელის ასე ვთქვათ წინამძღოლობით ყოველთვის ხელისუფლების სამსახურშია. ჩვენ გვინდა შევიმუშაოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სოციალურ დიალოგში, ასევე სამხრივ დიალოგში, ქვემოდან ზემოთ წამოსულ პროფკავშირულ მოძრაობებს, უზრუნველყოფს ამ მოძრაობების უფლებებს. ჩვენ გვინდა ისეთი პროფკავშირული ველი, სადაც არც ერთი პროფკავშირი თავისი ზომის თუ ხელისუფლებასთან კავშირის მიხედვით არ იქნება პრივილეგირებული და ყველა თანასწორი იქნება და მათ ასე ვთქვათ წონას და მნიშვნელობას განსაზღვრავს მათი ბრძოლის ხასიათი და მოთხოვნები და რაც მთავარია პროფკავშირებს და ორგანიზებულ მუშებს ჩვენ არ ვხედავთ მარტო პროტესტში. ჩვენ ველით ისეთ სახელმწიფოს, ჩვენ ვაპირებთ ისეთი სახელმწიფოსთვის ბრძოლას, სადაც მუშათა ორგანიზებული ჯგუფები, მუშათა მიერ არჩეული წარმომადგენლები პირდაპირ იქნებიან ჩართულნი საწარმოო გადაწყვეტილებებში, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში, შრომელის აზრი, შრომელის პოზიცია თითოეულ დაწესებულებაში უნდა იყოს გადამწყვეტი და უნდა იყოს ერთ-ერთი თავარი და მხოლოდ კომერსანტები, მხოლოდ მესაკუთრეები არ უნდა წყვეტდნენ ამა თუ იმ დაწესებულების ბედს. რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობრებო, შეგვიძლია ვიამაყოთ ამითაც რაღაცეებისთვის, ხომ მიგვიღწევია. მაგალითად 10-12 წლის წინ მართალია ევროკავშირი რო არ ყოფილიყო, ამასაც ვერ მივაღწევდით, მაგრამ ხომ მივაღწიეთ 10-12 წლის წინ შრომის ინსპექცია არ არსებობდა. ხო ამ ქვეყანაში, მაგრამ გარედან ბრძოლით, ვიღაცები შიგნიდან იბრძოდნენ, ვიღაცებს ევროკავშირი ეხმარებოდა და ასე შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდა შრომის ინსპექცია, შრომის ინსპექტირების მექანიზმი, მაგრამ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, მას ძალიან ცოტა რესურსი აქვს, ძალიან ცოტა დასაქმებულია, რეალურად ის რა ფუნქციებიც აქვს მას გაწერილი, მისი აღსრულების შესაძლებლობები ნაკლებად არსებობს, ხო? ასე რომ ჩვენ სოციალ-დემოკრატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერთ, რომ ეს ინსპექცია იყოს ძალიან ძლიერი და ვერც ერთმა დამსაქმებელმა ვერ შეძლოს ინსპექციის მოთხოვნების პოზიციების უგულებელყოფა. მეგობრებო, ცოტა დამჩა, ვასრულებ, ხო? მეგობრებო, როგორი არის მთავარი, რა არის მთავარი ინსტრუმენტი, რაც შრომელებს აქვს ჩვენს ქვეყანაში? ეს არის გაფიცვა. და რა არის მთავარი მოვლენა, რამაც შექმნა თანამედროვე დემოკრატიები და წინ წაიყვანა, ხო? ეს არის სოლიდარობა ამ გაფიცვების დროს. ჯერ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაფიცვა თუ მოგინდა, რა ვიცი, რამდენი საფეხური უნდა გაიარო, რამდენ ჯგუფს უნდა შეათხოვინა, რამდენი წერილი უნდა გააგზავნო, რამდენ წერილზე პასუხს უნდა დაელოდო და ამასობაში დაგენგრევა თავზე შენი ცხოვრებაც, შენი ყოფაც, შენი ხელფასიც და არანაირი საგაფიცვო ფონდი არ არსებობს, შიმშილით შეიძლება ამოწყდე ამასობაში, ხო? ასე რომ გაფიცვის კანონმდებლობაა შესაძლებელი და არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ კონკრეტულ საწარმოებში ადამიანებს ხმის ამოღების უფლება ჰქონდეს, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ მაღაროელები რო არიან ჭიათურაში გაფიცული, გაუადვილდეთ თბილისში მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა სოლიდარობის მიზნით. სოლიდარობა არ უნდა დაბლოკოს და დაახჩოს კანონმდებლობამ, რომელიც ჩვენ გვაქვს. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენ ვართ მოძრაობა, რომელიც ასევე
იბრძოლებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არაფორმალური შრომა და საოჯახო შრომელების უფლებები იყოს დაცული. თქვენ იცით, რამდენი ექთანი ყავს ქვეყანაში, რამდენი ძიძა, რამდენი დამლაგებელი, მომსახურების სფეროში ჩართული რამდენი მოქალაქე, რომელიც არც ხელფასს იღებს ოფიციალურად, ხო, რომ სადმე წარადგინოს და თქვას, რომ დასაქმებულია, არც დაზღვევა აქვს, არც მისი შრომით უფლებებია დაცული, ვერც შვებულებით ვერ სარგებლობს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანები და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს უჭერთ საოჯახო შრომის სამართლებრივ აღიარებას, მხარს უჭერთ მათთვის სოციალური გარანტიების შექმნას, დაცვის გარანტიების შექმნას და მათი შრომის ფორმალიზაციის წახალისწებას, რომ რეგისტრირდნენ ეს ადამიანები და ჰქონდეთ მათ საშუალება, რომ დაიცვან თავისი შრომით უფლებები. ასე რომ მეგობრებო, შრომაზე ჩვენი ხედვა ძალიან კომპლექსურია, ეს არ იყოს სრულად, რაზეც საუბარი შეგვეძლო, ასე რომ გელოდებით 26 მაისს, რომ 26 მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელ დღეს ზუსტად არ ვიცი, რომ ამ თემებზე უფრო მკაფიოდ ვისაუბროთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შრომა თავისუფალი იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ქალისთვისაც და კაცისთვისაც, აქ მცხოვრებისთვისაც და არამცხოვრებისთვისაც, მიგრანტისთვისაც და საქართველოს მოქალაქისთვისაც და ასე შემდეგ. და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა იქნება ამისი გარანტი. დიდი მადლობა.